გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ დღეს თეთრ სახში ხელი მოეწერა ამისა ზანგეზურის დედოფლის გახსნას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც ნიშნავს ახალი დედოფლის გაკეთებას და საქართველოს მოხდება სრულიად ჩიხში, ყოველ შემთხვევაში რაღაც დიდი პროცენტით ეს საქართველოს ჩიხში მოხდება, ის მთავარი ფუნქცია, რაც აქამდე ჰქონდა აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანის ფაქტიურად გაჩერდა და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მოხდა ეს არის რომ რუსეთმა მთლიანად დაკარგა სამხრეთ კავკასიას, აზერბაიჯანი და სომხეთი რა. ამიტომ აქედან გამომდინარე უკრაინას ფრონტზე პუტინს ძალიან უჭირს ფაქტიურად დამოუკიდებლად და მარტოდ არის ინდოეთმაც უარი უთხრა დახმარებას და ჩინეთიც ისე აქტიურად აღარ ეხმარება, ირანი დაადუღეს ისრაელმა და ამერიკამ, ჩრდილო კორეას თავისი აჯირებია, აქედან გამომდინარე უკვე პუტინი და რუსეთი, როგორც ტიპიური რუსი, მხოლოდ მას მუჭი ესმის და ძალა ესმის, უკვე ტრამპთან მოლაპარაკებაზე და რაღაცა თემასთან დაკავშირებით გარიგებაზე თანახმარი. აქედან გამომდინარე იზრდება კახარიას პრემიერების ალბათობაც და აქედან გამომდინარე ნახავთ ბევრი სიურპრიზი შეიძლება იყოს უახლოეს რამოდენიმე დღეში, ან შეიძლება ერთ კვირაში ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან ესეთი სიტუაცია რა, აბა თქვენიც გამოიწერეთ იდეა TV.